ძველი საიდუმლო. ვერავით არ სარგებელს ვერ მიიღებ ქალისგან, რომელიც ქმარზე წინ უცხო ადამიანს აყენებს. სეჰერი არაფერს იმჭირდება. შვილო, ტყუას მოუხმე. სეჰერი გჭირდება. ბიძამის უზარმაზარი კომპანია აქვს, მდიდარია. ვინ იცის ხვალ რა მოხდება? სეჰერი დიდ მემკვიდრეობას მიიღებს. იმ გოგოს საქციელს ყურადღებას ნუ მიაქცევ. შვილის გამო მაინც დაგიბრუნდება. არა დედა. სეჰერს ვეღარ შემოვირიგებ. სახლში აღარ დაბრუნდება. დღასავით ჯიუტია. სეჰერის დაბრუნებას არც უნდა ეცადო. მამა შენი ხომ არ ხარ? წადი და დურო წამოიყვანე. ხელს ვინ შეგიშლის? მერე დედამისიც დაბრუნდება. დილამშვიდობისა, ჩემო პატარა. როგორ გეძინა? ხომ არ შეგეშინდა? კარგად მეძინა, საერთოდ არ შემშინებია. ოჯახ. თუ არ შეგშინებია, მაშინ ჯილდოს იმსახურებ. მოდი ჩემთან. ღიმილიანი სახე აქვს. ძალიან მომწონს. გმადლობ. გემრიელად მიირთვი. შეიძლება მწვანილი არ ვჭამო? ხო, მაგრამ სასარგებლოა. იქნებ ჩემი ხათრით ცოტა მაინც ჭამო. შეიძლება. ოჯახ, ჩემო ძვირფასო. ჩეთინი რომელ საათზეა ჩაწერილი? კარგი და შეგიძლია გამოხვიდე. საავადმყოფოში შევხვდეთ, კარგი? დროებით. ჩეთინს რა დაემართა? საავადმყოფოში რატომ მიდიხართ? ბიძიამ სხვა ექიმთან მისვლა ურჩია. მისი აზრით მოვისმინოთო. შეიძლება წამოვიდე. გთხოვ შვილო, მეც წამოვალ. ასეთ რთულ სიტუაციაში ჩემს შვილს მარტო ვერ დავტოვებ. შენც დედა ხარ. გამიგე შვილო. სამსახურში არ უნდა წახვიდე? ჰადი ეს დავურეკავ და გავეთავისუფლები. კარგი. დაურეკე. კარგი. მოდი ვისაუბროთ. არ დაგვაგვიანდეს. შენ და ჯეკი ჩაის მოვიტან და მოვალ. ჯამიშვილო, რასელოდები? თურქეთში საუკეთესო ექიმთან ჩაგწერე. იქნებ რამე დამაიმედებელი გითხრას. კარგზე იფიქრე. არ მგონია ბიძია. მაგრამ იმედია ისე იქნება როგორც შენ ამბობ. ბატონი ქუდრეთი როდის ჩამოვა სასაუზმოდ? ბატონ ქუდრეთს ჯერ არ გაუღვიძია. თუ გნებავთ, ახლავე გავაღვიძებ. უკვე ადგა. მალე აქ იქნება. ძმა, მოემზადე და წავიდეთ. სად გეჩქარება ჩვილო? ნება მიეცი საუზმობა დაასრულოს. ბიძია ჩემს მას საავადმყოფოში მივიყვან და სამსახურში გავიქცევი. ჩემს დასველაპარაკე ექიმთან ის მიიყვანს. საჭირო არ არის. შენ სამსახურში წადი. არ დააგვიანო. ჩეთინს ზუჰალი წაყვება და იქაც დაეხმარება. იცოლა სიხარული დაეხმარება ჩეთინს. ქუდრეთის საქციელის გამო ძალიან გწვენია. ასე არ არის ზუჰალ? რა თქმა უნდა. მზად ვარ ყველაფერი გავაკეთო, რაც შემიძლია.
შენ სიტყვებს განანებ საჰერ. გინდა თუ არა ჩემს სახლში დაბრუნდები. წარმატებულ დღეს გისურვებთ. მადლობ, მაგრამ რატომ მოხვედი? ხომ გითხარი თუ რამეს გავარკვევ და გირეკავ მეთქი? ვერ მოვითმინე. შეამოწმეთ, რამე ხომ არ დაადგინეს. ახლა ხან შემომოწმე, ინფორმაცია არ მოსულა. სამწუხაროა. არ დაგეზაროთ. კიდევ ერთხელ შეამოწმეთ ყოველი შემთხვევისთვის. კარგი, ვიკითხავ და დაუბრუნდები. სასამართლოში საქმე მაქვს იფეკ. პროკურორს უნდა გავესაუბრო, ბატონი ოსმანის საქმეზე. კარგი, შეხვედრამდე. რა მოხდა? ინფორმაცია მოვიდა? სამწუხაროდ ახალი არაფერია, მაგრამ არ ინერვიულო. დღეს თუ ხვალ სიახლე აუცილებლად იქნება. ყოველ დღე აქ მოსვლას აზრი არ აქვს. რამეს თუ გავიგებ, დაგირეკავ. კარგი? გთხოვთ, არ დაიზაროთ. ხშირად შეამოწმეთ ხოლმე. ის ჩანაწერები თქვენამდე ომერმა რომ ნახოს დავიღუპები. ნუ ღელავ ძმაო, დარწმუნებული იყავი რომ მე დავასწრებ. წარმატებულ დღეს გისურვებთ. მადლობთ. ნახვამდის. ღმერთო, დამეხმარე. ომერმა რომ გაიგოს, მე ვიყავი ის, ვინც ჩინარს დაურეკა. განადგურდება. გევედრები. ჩემმა შუამა, ჩემი ცოდვების გამო, პასუხი არ უნდა ააგოს. მამა? რამე გზას ვიპოვი და დუროს წაგართმევ საჰერ. მერე სხვა გზა აღარ გექნება. ნეკაცი არ ვიყო თუ შენ სახლში არ დაგაბრუნა. დილამშვიდობისა ძვირფასო. დილამშვიდობისა ბიცოლა. როგორ ხარ აიშე? კარგად. ჩეთინ, ყავარჯენი მომეცი და მე დამეყრდენი. უფრო კარგად ივლი. არა ბიცოლა, მადლობ. ძმას ალიჰი დამეხმარება. იმედია ამჯერად ექიმი კარგი ამბით გაგახარებს. იმედია დეიდა აიშე, იმედია. თურგუთმა ძმისშვილისთვის ხარჯები არ დაიშურა და საუკეთესო ექიმი მოუძებნა. რა თქმა უნდა, კარგ ამბავს ველით აიშე. კუდრეთ. როგორ ხარ შვილო? კარგად დეიდა აიშე, მადლობ. წამოდი შვილო. რამე პრობლემა გაქვს მამა? აქ რატომ მოხვედი? მე არა შვილო. ნედიმს რაღაც პრობლემა ჰქონდა, მთხოვა რომ საჩივარი მის მაგივრად შემეტანა. რა მოხდა? ისეთი არაფერი. ამა რატომ არ მეუბნები? იქნებ დახმარება შემიძლია. შვილო, შენი საქმე ისედაც არ გაკლია და რადგან არ გითხარი, ესე იგი რაღაც პირადულია. ვერ გეტყვი. კარგი, მაგრამ თუ რამე დასჭირდება შეუძლია მომმართოს. კარგი მამა? კარგი შვილო. მოდი მე წავალ, აღარ მოგაცდე. წარმატებულ დღეს გისურვებ. მადლობ მამა. დედა, ბიძა ჩემი ფეხბურთს ისე ვითამაშებს, არა? არ ვიცი შვილო, ახლა გავიგებთ. ჩინარ. იმედია არაფერში მადანაშაულებ. რამდენჯერ გითხარი, მე არ ყოფილვარ. ნარკოტიკზე არაფერი ვიცი. დამიჯერე ღვთის გულისათვის. ასეთ რამეს როგორ მოვიფიქრებდი? ექიმა, როგორია ჩემი ძმის მდგომარეობა? რამე იმედი არსებობს? ფეხბურთს ისე ვითამაშებს? სულ ხარ ქალბატონო. თქვენი ძმა ფეხბურთს ვეღარასდროს ითამაშებს.
ბატონ ჩეტინ სიტუაცია აუხსენი. ამჟამად მას ფეხბურთის თამაშზე უფრო მნიშვნელოვანი პრობლემები აქვს. რენტგენის შედეგების მიხედვით პლატინის ჩასმისას გარკვეული გართულებები შეიქმნა. დიდი ალბათობით დაკოჭლდება. მარტო. პაციენტს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება. რეკომენდაცია უნდა გაითვალისწინოს. გამოჯანმრთელებას უსურვებ. არა. ეს შეუძლებელია. შეცდომა იქნება. ჩეტინ. შვილო. მარტო ჩემო. ეს რა ჩავიდინე. დამშვიდდი საყვარელო. შენი ბრალი არ არის. დედა, გთხოვ ნუტირი. სეჰერ. უფლის იმედი არასდროს დაკარგო შვილი. გამოსავალი ყოველთვის არსებობს. ესმას ეს როგორ უნდა ვუთხრა? ღმერთო დამეხმარე. ღმერთო დამეხმარე. ჩემს ზარს რატომ არ პასუხობდაო, არ გესმის? თუ განქორწინება ასე ძალიან გინდათ, მაშინ ალიმენტის სახით 3000 ლირა უნდა გადაიხადოთ ბატონო მეჰმედ. ქალბატონო იფეკ მეხმრებით? თულინის სახლი და მანქანა მივეცი. 3000 ლირაც უნდა გადავუხადო? თქვენ გეგონათ რომ ალიმენტის გადახდა არ მოგიწევდათ? განქორწინებას თავისი ფასი აქვს ბატონო მეჰმედ. თქვენს მეუღლეს უმწეოდ ვერ დატოვებთ. კანონიერი უფლება გვაქვს ალიმენტი მოვითხოვოთ. ამდენი ფული არ მაქვს. ეს თულინ მაციცის. კარგი რა მეჰმედ. ორივე ვიცით რომ ისეთი შემოსავალიც გაქვს, რომელიც შენ სახელზე არ ფიქსირდება. კარგი თულინ. მალე ჩემს სიცოცხლესაც მოითხოვ. დაუშვათ ყველაფერი მოგეცი რაც კი გამოჩნია. მე როგორ ვირჩინო თავი? ამაზე არ ფიქრობ? ბატონო მეჰმედ, თქვენ ხომ შემოგთავაზეთ სასამართლოს გარეშე მოლაპარაკება? თუ ასე ვერ შევთანხმდებით, მაშინ სასამართლოს გზით მოგიწევთ საქმის მოგვარება. კარგი ჯანდაბას, მომეცით, ხელს მოვაწარე. შენთან საქმის დაჭერა აღარ მინდა. საკმარისია? დამშვიდდი? კმაყოფილი ხარ? წარმატებას გისურვებთ. ხელშეკრულების ასლს თქვენს ადვოკატს გავუგზავნი და დანარჩენს ჩვენ მოვაგვარებთ. რცხვენოდეს თულინ. 15 წელია ერთ ბალიჩზე გძინავს. თურმე საერთოდ არ გიცნობდი. შვიდობით მეჰმედ. ოჩაღი ფექ ძვირფასო. შეწინააღმდეგებაც ვერ გაბედა. ეს შენ ნამდვილად დაიმსახურე. ბედნიერად მოიხმარე. გმადლობთ. შეგიძლიათ წახვიდეთ. ბატონი მეჰმედის ადვოკატს დაველაპარაკები და დაგირეკავთ. კარგი ნახვამდის. ომერ. კეთილი იყო შენი მოსვლა. მგელივით მშია. ერთად ვისადილოთ? ქალბატონი ესმას ჩვენთან ერთად წამოვა. ქალბატონ ესმას თავის საქმე აქვს დასასრულებელი. ალბათ ვერ წამოვა. ასე არ არის ესმა? ჩემი დავალება ჯერ არ დაგისრულებია. ყველა ის ფაილი მოვამზადე, რომელიც მთხოვეთ. მაშინ გავიდეთ. მოიცადე ჩეტინ. მადლობდაო, მე თვითონ შევიკრავ. დაო, მე თვითონ შევიკრავ მეთქე. ფეხს ვერ ვამოძრავებ, მაგრამ მადლობა ღმერთს, ხელები მაქვს. ბიცოლა ახლა ექიმს ელაპარაკება. რაც საჭირო იქნება, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გამოჯანმრთელდე. ამაში ეჭვი არ შეგეპაროს. შეიძლება კიდევ ერთი ოპერაცია გაგიკეთონ და ყველაფერი გამოსწორდეს. თუნდაც დაკოჭლდე. ეს სამყაროს დასასრული არ იქნება. ქუდრეთ, შენ დაეხმარე. არ შემეხო. დროა, ეს შენი შანსია ერჯუმეთ. დურუსხელი მოკიდე და აქედან წაიყვანე. წამოდი.
სამწუხაროდ სხვა არაფერი შემიძლია. ბიჭი ისედაც განადგურებულია, რომ ფეხბურთს ვეღარ ითამაშებს. ახლა ამბობთ, რომ შეიძლება დაკოჭილდეს. ამ ყველაფერს როგორ გაუძლებს ექიმო? ღვთის გულისათვის რა მეიღონეთ? ვიცით ამ სიტუაციაში როგორ უნდა მოვიქცეთ. მაგრამ ხელფეხი შეკრული გვაქვს. თურქეთში არ მოიძებნება ისეთი სპეციალისტი, ვინც ამ ოპერაციას ჩაატარებს. კარგი. გითხარით, ვინ აკეთებს ამ ოპერაციას? ჩეთინს მასთან წავიყვანთ. სიმართლე გითხრათ, ვიცნობ ექიმს, რომელიც ასეთ ოპერაციებს აკეთებს. ის საზღვარგარეთ მოღვაწეობს, მაგრამ არ ვიცი აქ ჩამოსვლაზე დათანხმდება თუ არა. თუ ფინანსური საშუალება გაქვთ, მე ვიტყოდი, რომ ცდად ღირს. ზუჰალ. მოდი, თურგუთს დაველაპარაკოთ. რაც საჭირო იქნება, იმას გააკეთებს. დიდი მადლობა. ჩემს მეუღლეს დაველაპარაკებით და პასუხს შეგატყობინებთ. კარგი, გადაწყვეტილება მიიღეთ და შემდეგ დავილაპარაკოთ. ნახვამდის, წარმატებას გისურვებთ. მისმინე ზუჰალ? ნუ ცდილობ პასუხის მგებლობას თავი აარიდო. ჩეთინს ოპერაცია უნდა ჩაუტარდეს. რადგან ექიმმა თქვა, რაც საჭირო იქნება, იმას გავაკეთებთ. უარი ხომ არ მithქვა მშჩინარ? არ მესმის, რატომ ბრაზობ? არ ვიცი ჩეთინს დაეხმარებით თუ არა, მაგრამ ამიერიდან ჩემი შვილების მომავალს ვეღარ განდობთ. იგივე შეცდომას აღარ დავუშვებ. რაც არ უნდა თქვა, არ დამიჯერებ, არა? შენი ეჭვების გამო ჩემი 20 წლის შრომა წყალში ჩაყარე, ჩინარ. შენი შვილების მტერი გგონი ვარ? ახლა ამის განხილვის დრო არ არის ზუჰალ. თურგუთი დაარწმუნე, რომ ჩეთინის ოპერაციის ხარჯები გაიღოს. ჩემ შვილებსაც აქვთ წილი ოჯახის ქონებაში. უფლება მიეცი გამოიყენონ. დედა აქ რას აკეთებთ? დამოდით, ჩეთინი მზად არის. გარეთ გელოდებით. არი ნერვეულო შვილო. ღვთის წყალობით მალე გამოჯამრთელდები. მადლობს, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ, დეიდაიშე. ხომ გაიგეთ ექიმმა რა თქვა? ვფიქრობ, ამ მდგომარეობას უნდა შევეგუო. არავითარ შემთხვევაში არ დანებდე. ჩვენ ექიმს ვესაუბრეთ. შენი გამოჯამრთელების შანსი არსებობს. თანაც ბიცოლა ზუჰალი, ბიძა შენ თურგუთს დაელაპარაკება. ხომ ასეა ზუჰალ? ასეა, ჩემო ძვირფასო. დეიდაიშე მართალს ამბობს. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გამოჯამრთელდე. შენ არაფერზე იდარდო. დეიდაიშესთან დავრჩები. ეს აიდან მოიტანე. ბიძა შენს მიუყვებით. წამოდი, წამოდი შვილო. დეიდაიშესთან ერთად ტორტს გამოვაცხობ. იყოს ჩემთან შვილო. შეგიძლია საღამოს წაიყვანო. არი ნერვიულო. ისე მოვუვლი როგორც საკუთარ შვილს. თვალს არ მოვაშორებ. კარგი. დეიდაიშე არ გააბრაზო. წავიდეთ. კუდრეთ აქამდე სათხარ შვილო. ხომ გამოვედით, დედა. მეგობარს ველაპარაკებოდი. კარგი, წავიდეთ. ტორტის გამოცხობა იცი? არ ვიცი, მაგრამ შენ მასწავლი. კარგი, ინგრედიენტები ვიყიდოთ. მშვენიერია, ასე უკეთესია. მადლობ დეიდაიშე, შენი წყალობით საქმე გამიმარტივდა.
Teşekkür ederim. გმადლობ, ძალიან ყურადღებიანი ხარ. არაფერი გამოგეპარება. ომერ, დღევანდელ შეხვედრაზე არაფერს მკითხა? არ გაინტერესებს რა მოხდა? აპატია, სულ დამოუწყდა. რა მოხდა? ბატონ მეჰმედთან შეთანხმებას მიაღწია? რა თქმა უნდა. შენ წინაშე განქორწინების საქმის მცოდნე საუკეთესო ადვოკატია. გილოცავ. ძალიან მიხარია რომ ქალბატონი თულინი ალიმენტს მიიღებს. არი ნერვიულო. თულინი ამიერიდან ძალიან კომფორტულად იცხოვრებს. ქალბატონი თულინი კი იცხოვრობს კომფორტულად, მაგრამ ბატონ მეჰმედს რა ეშველება? კაცს რაც გააჩნია, ყველაფერი ცოლს უნდა დაუთმოს. თვითონ თავს როგორ ირჩენს? მეც მინდა რომ ყველა ბედნიერი იყოს, მაგრამ სამყარო ასეთია ქალბატონო ესმა. ასევე თუ განქორწინების საქმის აღებას დააპირებ, უნდა იცოდე რომ პირველ რიგში შენი კლიენტის უფლებები უნდა დაიცვა. სხვანაირად ფულს ვერ გამოიმუშავებ. ჩემი აზრით ბავშვების ორივე მშობელთან ერთად ცხოვრება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩემი გამომუშავებული ხელფასი. თანაც ბავშვებს ის თანხა არ სჭირდებათ, რასაც ალიმენტის სახით მიიღებენ. მათ მშობლებისგან მხოლოდ მზრუნველობა სჭირდებათ. ძმაო, რა გჭირს? მოდი. დაჯექი. მითხარი რა მოხდა? პრობლემა შეგექმნა? რა გითხრა ნედიმ? სასამართლოდან გამოსვლისას ომერს შევხვდი. გითხრა იქ რას ვაკეთებდი? არ ვიცოდი რა მეპასუხა. სადამდე მიხვედი ძმაო, ქალბატონ ჩინარს არაფერს ეუბნები. სიმართლე რომ გაგემხილა, ყველაფერი ასე არ აირეოდა. რაც არ უნდა გავაკეთო, ვერ შევაჩერებ იმას, რაც მოხდება ნედიმ. რასაც გაურბი ვარ, ჩემ წინ ჩნდება და რეალობაში მაბრუნებს. მახაში შენინებით გაები ძმაო. არადა ყველაფრის გამჟღავნებას აპირებდი. ჩემი შვილი ცდილობს ის ადამიანი მოძებნოს, ვინც ქალბატონ ჩინარს დაურეკა და არ იცის რომ ამაში მამამისი უშლის ხელს. ღამეები არ მძინავს. დილამდე იმაზე ვფიქრობ, რომ შეიძლება ომერმა ყველაფერი სხვისგან გაიგოს. არ ვიცი რამდენ ხანს გავუძლებ ასე ცხოვრებას. ძმაო, ღმერთო დაეხმარე ჩემს ჩეთინს. განსაცდელსაც და სიხარულსაც შენავლენ ამ ქვეყნად. ჩემ შულს ნუ გააუბედურებ ღმერთო. დეიდა აიშე, ამიერიდან შენთან ვიცხოვრებ? ნეტავ ასე იყოს. მეც მინდა რომ ჩემთან იცხოვრო. ამ ქვეყნად ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვიქნები. დედას ვუთხარი დეიდა აიშესთან დავრჩეთ მეთქი. დეიდა ზუჰალი საერთოდ არ მომწონს. ცუდად მიყურებს. ჩუმად, სხვებზე ცუცნუ ამბობ. ცირცხვილია. დეიდა ზუჰალი გაბრაზდება? არ გაბრაზდება. დეიდა ზუჰალს ძალიან უყვარხარ. მგონი არასწორად გაუგე. მაგრამ შენ ძალიან მიყვარხარ. აღარ მინდა დეიდა ზუჰალმა ისე შემომხედოს. შენ თვითონ შეხედავ და ეს პრობლემაც მოგვარდება. არ შეიძლება? შეიძლება. რასელოდები სალი. ჩეთინს რატომ არ ეხმარები? გამიშვი, მე თვითონ შევძლებ. ყველამ თავის საქმეს უნდა მიხედოს.
თავი დაანებე შვილო. როგორც უნდა ისე მოიქცეს. კუდრეთ სახლში შედი. დაისვენე. სეჰერთან სალაპარაკო მაქვს. რა მოხდა ბიცოლა? რამეზე უნდა დამელაპარაკო? შვილო. ჩინარი გვერდიდან არ გვშორდება. თურგუც ისედაც ვეღარ ვაკონტროლებ. თუ გაიგებს, რომ ჩინართან რჩები, გაგიჟდება. რა ვქნა ბიცოლა? ვიფიქრე მასთან წავალ. ერჯუმენტი ვერ მომაგნებს მეთქი, მაგრამ შენი წყალობით ასე არ მოხდა. იცი მაინც რა გადავიტანე შვილო. ერჯუმენტისთვის რომ არ მეთქვა სად იყავი, ჩვენთან მოვიდოდა. მერე თურგუთისთვის რა უნდა მეთქვა? პასუხს მომთხოვდა სეჰერი სად არისო. ბიძა შენს გონია რომ ჩინარი მალათიაში წავიდა. კარგი დეიდა მესმის შენი, მაგრამ რა ვქნა? რა გინდა ჩემგან? შვილო ჩინართან ცხოვრებას არ გიკრძალავ, მაგრამ რა მოხდება შენი დაძმა თუ გაიგებენ რომ მათი დედა სტამბოლშია და მათთან ახლოს ცხოვრობს? მით უმეტეს შენც მასთან ერთად ცხოვრობ. როგორ ფიქრობ, რა რეაქცია ექნებათ? ძვირფასო ვიცი რომ რთულ მდგომარეობაში ხარ, მაგრამ მეც გამიგე. თუ აღმოჩნდება რომ ჩინართან ცხოვრობ, ამას ვერც შენს დაძმას და ვერც თურგუთს ვერ ავუხსნით. დამიჯერე, მეც მიჭირს. მე რა ვქნა ბიცოლა? ქალს ხელი მოვკიდა და სახლიდან გავაგდო. კარგად იცი რამდენჯერ გავაგდე, მაგრამ მაინც დაბრუნდა. არა შვილო, ამას არ გულისხმობ. წადი ჩინარს დაელაპარაკე. აუხსენი რომ მისი აქედან წასვლა აუცილებელია. არ ვიცი როგორ მე დაარწმუნე, თორემ თურგუთის შეჩერებას ვერ შევძლებ. გაგიჟდება. არ ვიცი. მომისმენს? გამარჯობა დაო აიშე. როგორ ხარ? შენი ამბავი მაინტერესებდა. მადლობა, ღმერთს კარგად ვარ. დილით მოვედი და კარი არავინ გამიღო. ალბათ სახლში არ იყავით. საქმე გქონდა. სახლიდან ადრე გავედით. ახლა დავბრუნდით. არა უშავს, მთავარია კარგად ხარ. შენზე ვღელავდი, მაინტერესებდა რამე ხომ არ სჭირდება მეთქი. ღმერთმა დაგლოცოს. დეიდა აიშე, მოდი პარკში წავიდეთ. ძალიან გთხოვ, წავიდეთ. კარგი საყვარელო. წავიდეთ. ნუ ბრაზობ. წადით. ბავშვი რამეს რომ მოითხოვს, სანამ არ შეასრულებ, არ გაჩერდება. სხვა დროს მესტუმრეთ. ყავაზე დაგპატიჟებთ. სიამოვნებით გესტუმრებით. ნახვამდის. სწრაფად წავიდეთ, სანამ საქანელაზე ვინმე დაჯდება. ეს ის კაცი არ არის წუხელ ქალბატონი აიშეს სახლთან სკანდალი რომ მოაწყო. ძალიან გავს. მოუშორებელი ჭირი ხარ ჩინარ. რა მოგიხერხო? გავგიჟდები, ნამდვილად გავგიჟდები. რამდენჯერ ვცადე მალათიაში გამეგზავნე. დედა ვისელაპარაკობ. დეიდა აიშეზე? რა მნიშვნელობა აქვს შვილო? სეჰერზე ვბრაზობ. ამიტომ ველაპარაკებოდი საკუთარ თავს. დეიდა აიშე რამ გაგახსენა? დედა, სულელი კი არ ვარ. ხვდები რომ დეიდა აიშე არ მოგწონს. რას ამბობ შვილო? ეგ საიდან მოიტანე? დედა ნუ უარყოფ. როცა დეიდა აიშე ჩემთან ახლოს მოდის, რაღაც გემართება. ასე რატომ ნერვიულობ? იმ ქალთან რა გაქვს გასაყოფი? დურო სახლში არ ხართ? დურო გამარჯობა. ახლა ხან დავინახე რომ ქალბატონი აიშე თქვენს ქალიშვილთან ერთად პარკში მიდიოდა. მართლა? სახლში არ დამხვდნენ და არ ვიცოდი სად მომეძებნა. გმადლობ. არაფრის. შვილო. შეიძლება ჩემი საქმე არ არის, მაგრამ წუხელ კაცმა რომ სკანდალი მოაწყო, ისევ ამ უბანშია. ფრთხილად იყავით. დარწმუნებული ხართ? ცოტა ხნის წინ ქუჩაში შემხვდა. შეიძლება ვცდები და ის არ არის, მაგრამ ძალიან გავდა.
5-ჯერ ჩამავსრიალდი, კიდევ 5-ჯერ ჩამავსრიალდები. კარგი. მაგრამ ფრთხილად იყავი. თვალს ნუ მოეფარები. როგორც კი დუროს დაგართმევ, მაშინვე სახლში დაბრუნდები საჰერ. თქვენი შვილიშვილია? დიახ. შვილზე მეტად გიყვართ არა? ასეა. ცოტა ხნით რომ ვერ ვნახო, ისე მომენატრება ხოლმე. შვილების მიმართ საკმარის სიყვარულს ვერ გამოვხატავთ. ამის საშუალება არ გვეძლევა. ხოლო როცა უფალი შვილი შვილს გჩუქნის, ცდილობთ შვილებს საქმე შევუმსუბუქოთ. ძალიან მომწყურდა. კარგი. წყალს ახლა ვემოგიტან. მე წავალ. სასიამოვნო დღეს გისურვებთ. თქვენც ასევე. დურო. 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 ჩემი შვილი სად არის? გეკითხები მიპასუხე. სად არის? აქ იყო. საქანელაზე იჯდა. ჩემი შვილი ჩაგაბარე. ასე ზრუნავ მასზე. ამას დამპირდი? შვილო, გეფიცები. 2 წუთით შემოუბრუნდი. ხო მითხარი პირდაპირ სახლში მივიყვან. თვალს არ მოვაშორებო. სეჰერ, მოიცადე. სადმე აქ იქნება. ახლა ვიპოვი. დედა მინდა. დედასთან წამიყვანე. ნუ ტირიშვილო. მოდი მამიკოს ჩაეხუტა. დედასთან მინდა. დედა შენი მალე მოვა ჩემოლამაზო. გთხოვ აღარ იტირო. გამიშვი. დურო გაჩერდი. თავი დაანებე. უკვე საკმარისად შეაშინე. შენ არ მითხარი წადი და ბავშვი მოიყვანეო. ხო და მოვიყვანე. მე გითხარი წადი და ძალით მოიყვანე მეთქი. რა სულელი ხარ შვილო? არიცი ბავშვის გული როგორ უნდა მოიგო? 1-2 სათამაშო გეყიდა და 7-ად წამოყვებოდა. მაგრამ შენ რა გააკეთე? კარგი გაჩუმდი. ბავშვთან შედი და დაამშვიდე. ხო, მოდი წამიყვანე დედა. აყოფნა აღარ მინდა. დედა. სეჰერ, შვილო, სად მიდიხარ? ვინმეს ვთხოვოთ პოლიციაში დავრეკოთ, ბავშვს ასე როგორ იპოვი? ჩემი შვილი ერჯუმენტმა წაიყვანა. რას ამბობ სეჰერ? მთელი ეს დრო უკან დაყვებოდათ. მეზობლებმაც კი დაინახეს, მაგრამ რა თქმა უნდა, შენ წარმოდგენა არ გქონდა. შვილო, შვილს ნუ მეძახი. შეცდომა დავუშვი რომ გენდე. სხვის შვილს როგორ დაიცავდი, როცა საკუთარი შვილები ვერ დაიცავი? სეჰერ, გთხოვ ასე ნუ ამბობ. ერჯუმენტი არ დამინახავს. რა მნიშვნელობა აქვს? იმის მაგივრად რომ ბიცოლასთვის საყვედური გეთქვა ჩვენზე რატომ არ ზრუნავდა? თავად უნდა გეზრუნა შენ შვილებზე.
მაგრამ მე მაინც გენდა. საკუთარი შვილი ჩაგაბარე. სეჰერ, შვილო დამელოდე. არ მინდა და ასე მომხდარიყო. გთხოვ დამიჯერე. თავი დამანებე. შენთან ერთად წამოვა. არ მჭირდები. სეჰერ, ნუ მომყვები. შვილო. ნედიმ. ისმენს ბაო. ეს გამომართვე. კალბატონო ჩინარ. რა მოხდა? ერჯუმენტმა დურუ გაიტაცა. კარგი, დამშვიდეთ. დამობრძანდით. დაისვენეთ. მიპასუხე დედა. დეიდა აიშეს რას ერჩი? მის მინაშვილო, რადგან არის შლი მოგიყვები? მაგრამ ამის შემდეგ ამ საკითხზე აღარაფერი მკითხო, კარგი? ეს თემა შენთან არაფერ შუაშია. კარგი, მითხარი რა ხდება? დიდი ხანია ქალბატონი აიშეს საქციელი ზღვარს ცდება. ჩვენთან მოვიდა, დახმარება მთხოვა. მეც დავეხმარე. სახლში შევიფარე. მაგრამ ხომ იცი, რომ ჩვენი ოჯახის წევრი არ არის. არ მომწონს ოჯახის საქმეში რომ ერევა. რატომ? ასეთი რა ჩაიდინა? დაჟინებით მოითხოვდა, რომ ჩეთინისთვის ოპერაცია გაეკეთებინათ. მაიძულებდა მამაშენს დავლაპარაკებოდი. მისი ძმისშვილია და რადგან ბევრი ფული აქვს დაეხმაროსო. კუდრეთ. ასე ნომიყურებ. ქალს ექიმისაც კი არ მოერიდა. რა თქმა უნდა, ჩეთინს დავეხმარებით, მაგრამ ექიმთან ამაზე ლაპარაკმა უხერხო მდგომარეობაში ჩამაგდო. რამდენჯერ ვანიშნე, მაგრამ არ მომისმინა. დედა, ამაში ცუდი რა არის? დეიდა აიშე ჩეთინზე ღელავდა. ეს ყველაფერი ამიტომ თქვა. გონი ჩვენც ვღელავდით. ჩეთინის დახმარება გვინდოდა, მაგრამ რაც იმ ქალმა გააკეთა, მას შემდეგ სურვილი არ გვაქვს რამე გავაკეთოთ. ვერ გავიგე, ჭკუას რატომ გვარიგებს? დედა კარგად ვიცნობ დეიდა აიშეს. ბოროტი ქალი არ არის. ცდილობს ყველას დაეხმაროს. რატომ ნერვიულობ? მასთან გასაყოფი რა გაქვს? ამას ვერ ხვდები. ასე რატომ ნერვიულობ? იმ ქალთან რა გაქვს გასაყოფი? ოჩახშვილო, იმის მაგივრად რომ დედა შენს მხარი დაუჭირო, იმ ქალს იცა. ასე თუ გაგრძელდება ჩვენი ოჯახის საქმეებში ცხვრს კიდევ ჩაყოფს. დედა საიდან მოიტანე რომ ვიცავ? დეიდა აიშე თავად გვიცავს ყველას. ხანძარი რომ გაჩნდა, ჩეთინის გადასარჩენად ცეცხლმოკიდებულ ოთახში შევიდა. იქ შესვლა სხვა ვერავინ გაბედა. მეც ყოველთვის მიცავდა, როცა ესმა და ჩეთინი მეჩხუბებოდნენ. ახლა იმაზე ბრაზობ რომ ქალმა გითხრა ჩეთინს ოპერაცია გაუკეთეთო? რაც არ უნდა გააკეთოს, მაინც მის წინააღმდეგ ხარ. ჩვენი ოჯახის უმადურობას საზღვარი არ აქვს. ჩემ შვილს მართმევს. ამაზე როგორ არ ვიდარდო? კუდრეთთან დამაპირისპირა. ჩინარ. ამიერიდან კუდრეთს ახლოს აღარ გაეკარო, თორემ მოგკლავ. ჩემ შვილს არ დაგითმობ, ჩინარ. ჩემ შვილს არ დაგითმობ. კარი გამიღე, ერჯუმენტ. ვიცი რომ სახლში ხარ. ჩემი შვილის გარეშე არსად წავალ. კარი გააღე. ახლა მთელ უბანს შეყრის. ბავშვის მოტაცება რამ მოგაფიქრა? კარი გააღეთ. ვიცი რომ სახლში ხართ. დედა, გამიშვი. დედასთან წავალ. გამიშვი, ხელი გამიშვი. არსად არ წახვალ გასაგებია? კარი გააღე, ერჯუმენტ. მისმინე. მამა შენი დედა შენს დაელაპარაკება. კარგი? მამა ჩემი არ მინდა, დედა ჩემთან წავალ. გაიყვანე. გამიშვი. გამიშვი. მოდი აქ დაჯექი. დაჯექი. გაჩერდი დურუ, სად მიდიხარ? დედა ჩემთან მინდა. ნუ გეშინია პატარა. კარგი? დედა შენი და მამა შენი დაელაპარაკებენ. მოდი დაველოდოთ. მოდი. დედა.
მამა ისევ სცემს. ეგ საიდან მოიტანე ძვირფასო? უბრალოდ დაელაპარაკება, ნუ გეშინია, დამშვიდდი. დედა, ვიცი რომ სახლში ხარ. კარი გააღე. ჩემი შვილის გარეშე არ საწავა. ნუ მაიძულებ, კარი შემოვამტრიო. რასაკეთებ, ჭკუიდან შეიშალე? დურო. ხილად, თავლაში კი არ ხარ. დურო, შვილო. დედა, აქ ვარ. გაჩუმდი. მოდი აქ. გამიშვი. დურო, შვილო. დედა. დედა. ნუ გეშინია საყვარელო. შენს დასაყვანად მოვედი. წავიდეთ. მივდივართ. ჩემ შულს ხელი გაუშვი. გამატარე. სერ. ჩემს მოთმინებას ნუწდი. ბავშვი დატოვე და მერე სადაც გინა იქცადი. დურო ჩემთან ერთად წამოვა. ამ სახლში არ დავტოვებ, გასაგებია? მომიყვანე. ჩემ შულს ნუ ეხები. დურო ერჯუმენტის შვილიც არის. ნუ ჯიუტო, ბავშვი მომიყვანე. შენ ნუ ერევი დედა. გამატარე. ბავშვი დატოვე. ან მასთან ერთად დარჩები ამ სახლში. ან აქედან მარტო წახვალ. მოვკვდები, მაგრამ ჩემს ქალიშვილს ამ სახლში არ დავტოვებ. მასთან ერთად წავალ. ბავშვი აქ დატოვე. ჩემ შულს ნუ ეხები. გაუშვი. წახვალ და რას გააკეთებ? საკმარისად არ შეგვარცხვინე? ბავშვს მომავალი უნდა დაუნგრიო? ჩემი შვილი ჩემთან ერთად წამოვა. ამ სახლში არ დავტოვებ, გესმის? სეჰერ. ნუ ეხები ჩემ შვილს. გაუშვი. სეჰერ. გამიშვი. ტკივა. ჭკუიდან არ გადამიყვანო. გამიშვი. ჩემ შვილს ნუ ეხები. აქ საიდან გაჩნი? ჩემ სახლში რა ჯანდაბას აკეთებ? გაგაფრთხილე სეჰერს და დურუს ახლოს არ გაეკარო მეთქი. მათ შენთან ცხოვრება არ უნდათ. თავი დაანებე მეთქი. შენ ვინ ხარ, ქალო? რა ხდება? ჩემი ცოლ-შვილი შენ გამო ამიმხედრდა. გაეთრიე ამ სახლიდან. სეჰერ. დურო წამოიყვანე და წავიდეთ. თავი ვინ გგონია? ვინ ხარ, რომ ჩვენი ოჯახის საქმეში ერევი? ჯანდაბაშიც წასულ ხარ. ახლავე გაეთრიე აქედან. ჩქარა. კარგი, მე არავინ ვარ. მაგრამ შენ? შენ ამ კაცის დედა არ ხარ? შენი შვილი ცოლზე ძალადობდა. ამაზე თვალი როგორ დახუჭე? გამიშვი. სეჰერი მარტო არ არის. საკმარისია აქამდე რომ ჩაგრავდით. ამიერიდან ვეღარ შეეხებით. საკმარისია. დეიდაიშე, ხელი გაუშვი. შენ ვინ ხარ? ვინ ჯანდაბა ხარ? ერჯუმენტ. ერჯუმენტ თავი დაანებე. ხელი გაუშვი. გაუშვი ერჯუმენტ, არ გესმის? ერჯუმენტ. ერჯუმენტ გაუშვი. თავი დაანებე. გაუშვი. ხომ გაგაფრთხილე ამ ხალხს თუ შეეხები საქმე ჩემთან გექნება მეთქი. საკმარისია. ყელში ამოვიდა. ჯერ ვიღაცა აიშე ახლა კი შენ. ვინ ჯანდაბა ხარ? ვინ ხარ? ამ სახლიდან ფეხს არ მოვიცვლი, სანამ სეჰერს და დურუს არ წავიყვან. შენ ვინ გეკითხება, ჩემს რძალს გავუშვებთ თუ არა? ვიღაც უცხო ქალს როგორ ენდობი? გრცხვენოდეს. თქვენ უნდა გრცხვენოდეთ. დამნაშავეს ხელსაფარებთ. სეჰერის ტანჯვას უყურებთ. გაეთრიეთ ჩემი სახლიდან. თქვენი საქმე არ არის, როგორ მოვექცევი ჩემს რძალს. ხელი გაუშვით, ქალბატონო. რას აკეთებ? დედა ჩემს არ შეეხო. დურო დაიკარგა. ოთახში იქნება. ალბათ კუთხეში იმალება. დურო. შვილო. დურო შვილო. დურო. სეჰერ. არ საჩანს.
ბატონო ჩეტინ. როგორც ჩანს, თქვენი ფეხი, რომელშიც პლატინა ჩაგისვეს, დაახლოებით 2 სანტიმეტრით მოკლე იქნება მეორე ფეხზე. დიდი ალბათობით სიარული გაგიჭირდებათ. თუ დავკოჭლდებოდი პლატინა, რატომ ჩამისვეს? რატომ? ეს ფეხი უსარგებლო გახდა. ეს რატომ დამემართა? ამ ფეხს ვეღარაფერში გამოვიყენებ. ვეღარაფერში. დურო. ვიპოვეჩვილო. პატარა ბავშვი სად უნდა წასულიყო, აქვე იქნება. დურო. რა მოხდა, ხომ არ გიპოვიათ? არა, არ სად არის? დურო. საწადელს მიაღწიე. ჩემ შულთან დამაპირისპირე. ამიერი და მშვიდობა არ გეღირსება ჩინარ. ვიცი როგორ უნდა დაგაშორო შენს შვილებს. ნეტავ სეჰერმა რაკნა. იმედია ჩინარი დაარწმუნა, რომ სტამბოლიდან წავიდეს. დურო სად ხარ შვილო? ალო? რა ხდება ბიცოლა? სეჰერმა ინტერესებს რაკენი. ჩინარს დაელაპარაკე. სტამბოლიდან წავა? ბიცოლა, ახლა მაგის დრო არ არის. დურო დაიკარგა. ვეძებთ. დურო დაიკარგა? ეს იმას ნიშნავს, რომ ქალბატონი ჩინარი შვილიშვილს ვერ გაუფრთხილდა. ბოლოს და ბოლოს ის მიიღე, რასაც იმსახურებ ჩინარ. სეჰერი ამას არასდროს გაპატიებს. გეჩხუბება და აქედან გაგაგდებს. შვილო, მე მივდივარ. დედა, სად მიდიხარ? შვილო, დურო დაიკარგა. საბრალო ბავშვს სასაწარკვეთილები ეძებენ. როგორ თუ დაიკარგა? არ ვიცი შვილო. ბავშვი აიშეს ყავდა. როგორც ჩანს, ყურადღება არ მიაქცია, მაგრამ ჩეტინს ნოეტყვი, ინერვიულებს. კარგი, ახლა უნდა წავიდე. დედა, მოიცადე, მე წაგიყვან. არა, შვილო, საჭირო არ არის. სალიხი წამიყვანს. ასე როგორ შეიძლება, მე აქ არ ვარ. წავიდეთ. დურო. შვილი დავკარგე. 6 წლის ქერა გოგონა, ხომ არ დაგინახავთ? არა, არ დამინახავს. მერთო გავგიჟდები. სად წავიდა ეს ბავშვი? გავგიჟდები. დურო. ეს დუროს თმის სამაგრია. ესე იგი აქ იყო. იმედია არაფერი დაემართა. ახლა გადარდებს არა? შენ გამოგაიქცა. გაიქცა, რადგან ცხოვრება გაგვიმწარე. საკუთარი ქალიშვილიც კი გძულს. დუროს რამე რომ დაემართოს, მოკკლავ ერჯუმეთ. გეფიცები მოკკლავ. სისულელეს ნუ ლაპარაკობ. დამშვიდი. მომისმინე. დუროს ვიპოვით. სადმე აქ იქნება. შენი შეეშინდა და გაიქცა. აქვე ახლოს რომ იყოს, გგონია გამოჩნდება? წადი. შენი დახმარება არ მჭირდება. წადი. დურო. სად ხარ ძვირფასო? სეჰერ.
Seher. Seher შვილო. Seher შვილო. თავი ხელში აიყვანე. გამაგრდი. ასე ვერაფერს გავხდებით. წავიდეთ. პოლიციაში შევატყობინოთ. ადექი. მოდი. მოდი. გახმოვანებულია მთავარ არხზე. Unutmadım seni. Gözyaşların hiç değmesin kurumuş toprağıma. Seni üzmek en son şeydir şu kısa hayatımda. Gözlerin